მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რადგან ჩვენი არხი ავიდა უკვე 9000 გამომწერზე. ძალიან ბევრი ადამიანის გამივიღეს შეტყობინებები, კომენტარები წავიკითხე და ძალიან მიხარია, რომ ეს პოდკასტები არა მარტო ჩემთვის არის სასარგებლო, არამედ თქვენთვისაც ძალიან პროდუქტიულია. და ასევე მინდა გითხრათ, რომ YouTube ანალიტიკას რომ ვამოწმებ, იქ მიწერს, რომ ვინც არხს უყურებს, იმის 78%-ს მაინც ჯერ არ აქვს გამოწერილი არხი. ამიტომ თხოვნა მექნება კიდევ ერთხელ შეამოწმოთ კარგად და თუ არ გექნებათ არხი გამოწერილი, დააჭიროთ subscribe-ის გლოქს, რადგან ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი мотивация, რომ გავაგრძელოთ ზრდა და მოკლედ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ეს ეპიზოდები. ახლა კი ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. პირველი გაყიდვა უფრო რთულია თუ პირველი პაემანი? რაც ხელს გიშლის პირველ გაყიდვაში და პირველ პაემანში, ეს არის ნერვიულობა. აქცენტირებული ხარ შენი თავი როგორც არადგინო, შენ მეორე მხარი გავიწყდება, კლიენტი გავიწყდება, ის გოგო გავიწყდება. აი შენ თვითონ იქ არ გჯერა, რომ ღირსი ხარ იმ გოგოსი, ხო ამ შემთხვევაში. თუ შენ არ გჯერა შენ თავის იმან რატო უნდა შეგიყვაროს, ან რატო უნდა იყიდოს იმან შენგან საერთოდ. ყველაზე ცუდია რომ ამ თავდაჯერებულობას არა ცნობიერებით, არამედ ცდილობენ რაღაც ხელოვნურად აი ტექნიკებით. ეხლა ნახე ტვინი მიდის რომ მაშინ როგორ შეუფუთო რომ შევტენო. უკვე თუ ფუთა უკვე ნერვიულობ, იმიტომ რომ ტყუილით ვიწყებ ურთიერთობას და ეხლა ადამიანი ოსაც ბიზნესები უშენებია და რო ფიქრობთ რომ გავწვრებით და მოვატყუებთ, იმიტომ რომ ის ეხლა ხო არ გეტყვის მატყუებ. იმას აქ ჯადოსნური სიტყვა მოვიფიქრებ და დაგიკავშირდებით მაშინ. დავით ჩიკვაიძე სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერი 16 წლიანი გამოცდილებით, ანტიგაყიდვების ავტორი და საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი. ის უკვე წლები ადამიანებს და კომპანიებს ასწავლის როგორ გაყიდონ არა манипуляციით, არამედ გულწრფელი დახმარების სურვილით. სამ შეხვალ მოლაპარაკებას. დაწერე 3 ყველაზე ცუდი შეკითხვა, რომელიც შეიძლება იმ კაცმა დაგისვას ან იმ ქალბატონმა და თუ წერილობითვე იქვე პასუხს ვერ გასცემ, ესე იგი შემზად რატომ არ უნდა გავყიდოთ? რატომ არ უნდა გაყიდო? იმიტომ რომ გრძელვადიანად გენდონ. ჯერ მიდი, გაიგე რა უნდა და თუ გაიგე რომ არ ჭირდები, წამოდი. ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის? რის გამოც არ გამოსდით გაყიდვები? იმიტომ რომ შენ კი გიყვარს ეს შენი პროდუქტი, მაგრამ შეიძლება გიყვარდეს, რადგან შენი შექმნილია რა. მაგრამ ადრე გამიკეთებია რომ გაფეილებულ მოლაპარაკებაზე 2 თვის მერე დამირეკავს და მიკითხავს, რომ უბრალოდ მართლა მითხარი სადავწდით. და ამ ადამიანებს ისეთი უკავშირი მოუციათ, მე მანდ მივხვდი რომ უბრალოდ ჩემ პრეზენტაციით მივედი და არ უსმენდი. როდის უნდა ვილაპარაკო ფასზე? და თუ მითხრეს ზურია რა უკნა? დავით, შენ დაწერე წიგნი ანტიგაყიდვები. ეს წიგნი მე აღმოაჩინე 2020-ში, როდესაც გავხდი 18 წლის და მოკლედ აი ძალიან მინდოდა გაყიდვების მიმართულების შესწავლა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალიან სასარგებლო იყო. და ეს წიგნი რო აღმოაჩინე, ზუსტად დის რაღაცეები გეწერა აქ, რაც მე მჭირდებოდა. და რომ წავიკითხე, 2 მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. პირველი იყო რომ დავასრულე წიგნი, მქონდა ემოცია რომ ვაუ, ქართველებსაც გსოდნია ბიზნეს ლიტერატურა როგორ იწერება და მეორე მომენტი ის ჰქონდა რომ მაგ წელს აქ ერთი რჩევა ჰქონდა დასაწყისში რომ ამ წიგნიდან სარგებელი რომ მივიღოთო, პრაქტიკაში დატესტეთო და შემდეგ განაგზეთ კითხვაო. და მაგის გამო ავდექით და 18 წლის ასაკში დავიწყე გაყიდვებში მუშაობა, რომ ეს ყველაფერი დამეტესტა და შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ აი მაგ მომენტიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რომ დავიწყე ამ კარიერაში რაღაცების კეთება. და ჩემი პირველი კითხვა არის დიაში აქედან რომ რატომ გადაწყვიტე ამ წიგნის დაწერა? მადლობა მოწვევისთვის მიშო პირველ რიგში. პატივია დიდი. გადავწყვიტე ის ერთი დღე დადგა და გავიღვიძე, ეგრე არ ყოფილა რა, ანუ ტრენინგებს ვატარებ დაახლოებით 15 წელია თუ მეტი არა, 17 შეიძლება და ის კონტენტი რაც ამ წიგნში არის, ის შინაარსი, რა თქმა უნდა, ტრენინგებზე ხშირად გვისაუბრია, ჩვენი მასალაც იყო და ასე შემდეგ. და ყოველთვის იყო ხოლმე ტრენინგების მე რომ რაიმე არ არსებობს ხო ეს კონსპექტი და ახლა კონსპექტების დარიგება ნამდვილად არ მინდოდა. და შესაბამისად წიგნის იდეაც დაიბადა რომ აინოთ ეს ყველაფერი ახლა რასაც ვასწავლით შევკრათ და გაუზიაროთ ამ ხალხს, იმ ხალხს ვის ტრენინგს ჯერ მაგ იდეით დაიბადა. შემდეგ როგორც აღმოჩნდა 6000 გაიყიდა უკვე ტირაჟით და კიდე მეუბნებიან რომ შემდეგ რაღაცები უნდა განვაახლო რომ კიდე დამიბეჭდონ და აი დრო და ვერ მივახციე მაგამდე. მიხარია თუ ესეთი გამოხმაურება მოყვა, Amazon-ზეც იყიდება იდეაში და ეგეც ძალიან დიდ პატივია ინგლისურ ენაზე, რომ ბიზნეს ლიტერატურა ქართული იყიდება Amazon-ზე.
და რაღაცებს კი მირიცხავენ ხოლმე, მაგრამ შიგანში. ისე საინტერესოა, აი შენ ეს რომ შექმენი რა იდეაში ეს წიგნი, აი თავიდან აი გათვლა რა ქონდა, რა მიზანი კი არა, აი უფრო იცი რა მინდა მითხრა, აი როგორი წარმოგიდგენი აი ადამიანი, რომელმაც წაიკითხა ეს წიგნი და აი აქ რაც გიწერია, ყველაფერი აითვისა. აი აქ ცოდნა გამოცდილება რაც გადმოცემული. აი როგორ შეიცვალება იმ ადამიანის ცხოვრება, აი როგორი გახდა ეგ ადამიანი? ხო, იცი რა არის, აქ ჯადოსნური ერთი ფორმულა ნამდვილად არ წერია. მე მჯერა რომ ალბათ ყველაზე ძალიან გამოადგება ისეთ ადამიანს მიშო ეს წიგნი, ვინც არის ცნობის მოყვარე იმაში, რაც აკეთებს, ამ შემთხვევაში გაყიდვებში რა. ანუ ალბათ ეს წიგნი არ არის დაწერილი იმისთვის, ვინც ცდილობს რომ მანიპულაციით გაყიდოს. ან რაღაც ძალადობი, შეიძლება ყველაფერი მუშაობს, მაგრამ ეს წიგნი იწყება ზუსტად ესე, რომ ჯერ მიდი, გაიგე რა უნდა და თუ გაიგე რომ არ ჭირდები, წამოდი. იმიტომ რომ როდესაც არ ჭირდები ადამიანს და აძალებ, ეგ არის ძალადობის ძალიან ცუდი ფორმა გაყიდვებში, რომელიც იწვევს მე იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამყიდველებზე, სეილსმენებზე, რაც დღეს არის რეალურად და ეს ციდან არ ჩამოვარდნილა ხო ეს იარდლიყი, ეგრეთ წოდებული, რომ რაღაცა სეილსმენი არის რაღაც ძალიან მიმწოლი, გამაღიზიანებელი, მომაბეზრებელი და ასე შემდეგ. აქ ცოტა სხვა, ასე ვთქვათ, სული ჩავდეთ და ალბათ უფრო ისეთი ადამიანი, ვინც ესეთ მხარეს აწვება, ცნობის მოყვარე მხარეს აწვება, რა ვიცი, როგორც ექიმი ისე უყურებს. ან როგორც ექიმი არა, უბრალოდ რომელსაც უნდა რომ გაიგოს. მე მაქვს საყვარელი ფრაზა, გამაგებინე რაში გამოგადგები. და როდესაც ადამიანს გული თუ დგები მართლა ესე რომ გამაგებინე რაში გამოგადგები, უბრალოდ ძალიან ძნელია ეგეთი ადამიანი გააღიზიანოს, თუნდაც მომხმარებელი, იმიტომ რომ მომხმარებელი რომ ხედავს რომ მის მხარეს ხარ, ძალიან ძნელია რომ ის ნეგატიურად იყოს მერე შენგდამი განწყობილი რა. და გაყიდვების მიმართულებით სიყვარული რა მომენტში გაგიჩნდა? რა დროს მივხვდი რომ ეს ის საქმე არის, ის გინდა რომ დაგავდე? იცი რა, ძალიან უცნაური იყო, ხა მე გაყიდვებში რო აღმოჩნდებოდი, მართლა ვერ წარმოვიდგინა და ეს ხშირად მაქვს ნათქვა, იმიტომ რომ 6 წლის ასაკიდან საოპერო ამ ბავშვი ვიყავი და მღეროდი და ლასკალაში მქონდა ჩემი ადგილი მონიშნული თეორიაში, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, თუმცა პარალელურად რა თქმა უნდა იმ რთულ ცხოვრებას მეც გავდიოდი 90-იანები რო ქვია და ძალიან უცნაური რაღაც ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში და ეს იყო რომ ყველაფერი მქონდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემ ოჯახს არ ქონდა ამის საშუალება. და ეს არ იყო არც ძალადობის, იმიტომ რომ საკმაოდ წყნარი ადამიანი ვიყავი ბავშვობაში, შეიძლება ენერგიული, მაგრამ ანუ ძალიან არ მიყვარდა ეს ძალადობრივი ელემენტები. მუდმივად აი მეგობრობით, მოლაპარაკებით რაღაცნაირად ყველა ნივთი მქონდა. ერთ-ერთი მომენტი იყო, ჩემი ძმისგან ვიყიდე ველოსიპედი 60 ლარად, ეხლაც მახსოვს, მერე 2 წელი გამოვიყენე და გავყიდე 80 ლარად და ნუ ეს ჩემმა ძმამ ძიმედ გადაიტანა, მაგრამ ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, პირველი მაშინ გაყიდვები, პირიქით სახში ნეგატიურად, მამა ჩემი პროფესორი კაცი იყო და ეხლა ნუ გამყიდველებზე როგორი შთაბეჭდილება ქონდა, თან მაშინ კომუნისტების დროს ხო წარმოგიდგენიან, ახალი გადასული იყო ეს 90-იანებში. შესაბამისად, არ ვიცი, გაყიდვებს მე მაგას არ ვარქმევდი, ალბათ ურთიერთობა და ვერც ვაცნობიერებდი, იცი? ვერც ვაცნობიერებდი. უბრალოდ ძალიან მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, აი მართლა. და განსაკუთრებით მიყვარდა რაღაცნაირად მოვმსახურებოდი ამ ადამიანებს. რაღაც სუფრა გამეწყო, დავხმარავი 10 წლის ასაკში. ახლოს შევსულიყავი ურთიერთობაში. თუ საფრთხე არ იყო, რა თქმა უნდა, ეს და რა ვიცი, შესაბამისად მე დაითარგმნა ალბათ ამ ყველაფერს. და ეს გაყიდვების ცოდნა, რაც ისწავლე და რაც იდეაში იყენებ რა შენ სფეროში, კარიერის მიღმა, რამე სხვა მიმართული აი ცხოვრებაში გეხმარება რამეში? მაგით მიდგას სული. ანუ ქორწილით მაგით გავაკეთე რომ მაგის დახმარებით რო რაღაც. სამჯერ უფრო მარტივად და მე არ არსებობს რომ წამოვიწყო საქმე ნებისმიერი, სადაც არ ჩავრთავ ნეტვორკს, სადაც არ ჩავრთავ ადამიანურ ურთიერთობებს და სულ ვცდილობ, ცოტა ზოგჯერ ვაბრაზებ ხო ჩემ გვერდით ყოფებსაც იმ კუთხით, რომ სულ მეჩხვევი და ნუ ეძებ, რომ სულ ინფლუენსი გავლენა მოახდინო, ან კომფორტი შეიქმნა, ან რაღაცა ჩემმა მეგობარმა ისიც წითელი ხალიჩით და არავინ არ დაგხვდა, გასაგებია მესმის, მაგრამ რაღაცნაირად ყოველდღიურობა არის, რა თქმა უნდა. თუმცა აი
ისეთი ტიპი რო ხა სულ ვიღაცას რაღაც ანუ ვევაჭრებოდე და ასე შემდეგ უფრო ურთიერთობებს დავარქვევდი მე მაგას კიდე გაყიდვების სკილი დავარქვათ რა მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ურთიერთობით დალაგება სხვა საკითხებს აჰა გასაგებია შენ Facebook-ზე ერთხელ ნახე ვიდეო გქონდა გაზიარებული საიმონ სინეკის და მაგ ვიდეოში საიმონ სინეკი საუბრობდა იმაზე რომ გაყიდვები პაემანს ძალიან გავსო შენს ალბათ ეთანხმები ხო მაგას მაგიტო ქონა გაზიარებული და მაშინ ესეთ კითხვას დაგისმევ რა ცოტა ისიც შენ აზრით პირველი გაყიდვა უფრო რთულია თუ პირველი პაემანი იცი რა ორივე შემთხვევაში ნახე ძალიან კარგი კითხვაა და დამაფიქრე და რაც პირველი წამოვიდა ის უნდა გითხრა რა რაც ხელს გიშლის პირველ გაყიდვაში და პირველ პაემანში ეს არის ნერვიულობა და არა ეს თავდაჯერებულობა ცოტა გაიცვით ეს სიტყვა რა რა შენ თვითონ იქ არ გჯერა რომ შენით ანუ ღირსი ხარ იმ გოგოსი ხო ამ შემთხვევაში გაყიდვებში არის რომ პირველი პრეზო ნამდვილად შენ თვითონ შეიძენდი საერთოდ იმ პროდუქტს აი დაახლოებით როგორც პირადში არის შენ თვითონ შეხვდებოდი შენაირ ტიპს აი მეორე მხარეს რო იყო და ეგ არის ხოლმე ყველაზე ხელისშემშლელი იმიტომ რომ აი მე არ მახსოვს მართლა რომ პროდუქტის მჯეროდა ან მე რას ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით და მე ის ვერ გამეყიდა ოღონ იქ ტექნიკები არც დამჭირვებია საერთოდ რა ანუ აი ადამიანი მეორე ადამიანისგან აი ენერგიით გძნობს თვითონ ჯერა თუ არა თუ შენ არ გჯერა შენ თავის იმან რატო უნდა შეგიყვაროს ან რატო უნდა იყიდოს იმან შენგან საერთოდ რა და ყველაზე ცუდია რომ ამ თავდაჯერებულობას არა გაცნობიერებით არამედ ცდილობენ რაღაც ხელოვნურად აი ტექნიკებით ან რაღაცა სხეულის ენის ციგს წაიკითხავენ და მე რაღაც დაждდებიან რაღაც გამჭოლი მზე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეს არის ანუ ბევრს ეშინია იმ წარე გზის გავლა რომ ცნობის მოყარეთ ეძიოს რა ერთხელ გავფეილდი ორჯერ გავფეილდი რატო გავფეილდი ძალიან საინტერესო სტატისტიკა სეილების 80% ანებებს თავის საქმეს უახლოეს 2 წელიწადში დაწყებით და რა არის ხა იქ თავარი პრობლემა რა სტატისტიკურად სეილი გამოდის მეხუთე დაკონტაქტებაზე დაახლოებით და ბევრი ეშვება მაქსიმუმ მესამეზე და ეს არის აი ძალიან ხშირად იმიტომ რომ ადამიანებს ნუ ეს ხო ყველას გვაქვს ეს თავმოყარეობის და არ გვინდა ხა რომ მომაბეზრებელი ტიპები ვიყოთ სხვათა შორის იმ მომაბეზრებელ ტიპებს იმიტომ გამოდით რომ შეიძლება ნაკლების აი შეხედოთ ბიჭო ეს რა თავხედიათ ცოდნაც მაგრამ რა როგორ ესე იგი მაინც იმიტომ რომ არ ეშვება რა ალბათ ყველა საქმეში ესეა და გაყიდვებშიც ეს არის ალბათ ძალიან თუ არ ესე იგი სხვაგან არ წავედი ეს პირველი შეხვედრა თუ პაემანია აი რომ შევაჯეროთ ეს არის რომ შენ თვითონ თუ ღელავ ნერვიულობ და აქცენტირებული ხარ შენი თავი როგორ წარადგინო შენ მეორე მხარე გავიწყდება კლიენტი გავიწყდება ის გოგო გავიწყდება და შენ თუ მიხვალ ხო აი იქ და იფიქრებ რომ ბიჭო ვაფშე კარგი იქნება ერთად ან კლიენტთან თუ მიხვალ და თუ აგძრომინებ როგორ რაღაცას იცი რომ აი მე მაქვს ეგეთი ფრაზები ოღონდ მართლა გულწრფელია რომ მე კი ეს გითხარი ვეუბნები მაგრამ რავი გამოგადგება ანუ ჩემივე უცებ პრეზენტაციის ბოლოში შეიძლება სადღაც კითხვა დავსვა იმიტომ რომ მე კი მჯერა ეს აგდებს მეორე მხარეს იმ პოზიციაში რომ მართლა რეალურად ორივე უყურებთ აბა ეს რეალობა არის თუ არა და თუ ორივემ დავიჯერეთ მე ყველაფერი კარგად მიდის თუ არა და გადაიდება შენ იდეაში წიგნში პირველი თავი იწყება ძალიან საინტერესო სათაურით რატომ არ უნდა გავყიდოთ რაღაცნაირად ცირედი შევეხედ უკვე მაგ თემას რა მაგრამ აი მინდა კარგად ჩავშალოთ ეგ საკითხი რა უფრო ზუსტად აი აქ რას გულისხმობ რატომ არ უნდა გავყიდოთ რეალურად ხო ადამიანმა იყიდა შენი წიგნი რომ გაიქოს როგორ გაყიდოს აი ამას რო ახვედრები არ შეგეშინდა რომ რაღაც გადაშალა წიგნი ხო საყიდლად უნდა და გადაშალა და პირველი დახვდა ეგ რატომ არ უნდა გავყიდოთ საერთოდ რა არის განსაკუთრებით შორს არ მინდა წავიდე მაგრამ ფანტასტიკურად აქვს აღწერილი ასე იგი როგორი არის ქართველი დიმიტრი უზნაძის თუ არ ვცდები არის ახლა რომ დაგუგლო
ამოაგდებს 5 ხაზში არის დახასიათებული ქართველი. და ერთ-ერთი რაც არის ყველაზე ეს რომ მალე აენთებაო და მალევე ჩაქრებაო. და სეილშიც ეგრე არის რა, რატომ არ უნდა გაყიდო, იმიტომ რომ გრძელვადიანად გენდონ. იმიტომ რომ შენ თუ მოკლევადიან მიზნებზე ხარ ეგრეთ წოდებულ შეტენვაზე, საქართველოში თან ყველას იცნობს. მე ვაღიარებ აქაც ამ პოდკასტში რომ მეც კი როდესაც მიცდია თუნდაც მაღალი წნეხით გაყიდვა, მე ეს ცუდად დამბრუნებია წლების მერე. მე ვეღარ ვიტყვი რომ იქ მე რომ 2013-ში მშიო და მე ის თან რო აღარა ვარ. მე ვერ ვიტყვი იმას. რა თქმა უნდა მე ის აღარ ვარ, იმიტომ რომ თქვა სადღაც შეიძლება უფრო მიჭირდა, სადღაც უფრო მილხინდა, ეს ლოგიკურია, გავიარე, მაგრამ მე იქ უკვე გავაფუჭე ჩემი რეპუტაცია, როდესაც თქვათ მადლობა ღმერთს რომ ყოველ დღე არ ვშებოდი ამას და შეიძლება წელიწადში 2-3 ესეთ შემთხვევას ვშევდი, მაგრამ მაინც დღემდე მომყვება. და დღემდე შეიძლება წინ დამხვდეს და გაყიდვები არის რეპუტაციის სპორტი, ურთიერთობის სპორტი. შესაბამისად, შენ თუ მხოლოდ ტექნიკებით და უგულოდ მიუდგები ამ ყველაფერს, მაშინ რა ვიცი, კოლ-ცენტრში შეგიძლია დაჯდე და საზღვარგარეთ ბებოები ატყუო, ბევრი ფულის კონდეს, სანამ მე არ დაგიჭერენ. და თუ მართლა ადამიანურ ურთიერთობებზე გინდა ააგო და გაყიდვა რასაც ნიშნავს, რომ მართლა ორი მხარე მიიღოთ სარგებელი და გჯეროდეს რომ ისეთ რაღაცას ემსახურები რომ მეორე მხარესთვისაც სარგებელი მოგაქვს, ეგ არის ჩემთვის სწორი გაყიდვა ამ შემთხვევაში. და ეგ უკვე გრძელვადებთან არის დაკავშირებული და ყველაფერი რეპუტაციის სპორტია. იცი რა მაინტერესებს? შენ, ანუ როგორც მივხვდი, ანუ შენი თავარი ერთ-ერთი პრინციპი არის რომ იყავი ორიენტირებული დახმარებას და არა ტექნიკებზე. ხო? და იმ რეალურად, როდესაც გაყიდვებს ვიწყებ ან რაღაც სტარტაპს ან რაღაცას, ყველანი ანუ საკუთარი მაგალითად ვიტყვი და კიდე ბევრს გამსმენია, რომ ორიენტირებული ვართ, რომ ფული ვიშოვოთ, ხო? და არ ვართ იმაზე, რომ დავეხმაროთ. ანუ ჩვენი მთავარი ფოკუსი არის მან ფულის შოვნა. რა უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, ან რა ფილტრი უნდა გავიარო ისეთი, რომ გადაწონოს აი იმან რომ ფულის შოვნა კი არ იყოს ჩემი პრიორიტეტი, არამედ ის იყოს რომ მართლა მინდოდეს დახმარება. სხვებზე და იმ მაგითი ვიყო ანთებული და არა იმითი რომ ფული ვიშოვო. ძალიან კარგი კითხვა, იცი რა, მიშო, ხა ეს ტრენინგებიც კაია, წიგნებიც ისმა. მოკლედ თუ ბუნება მარგიშველაო დაახლოებით ხა ადამიანს ბუნებაც ძალიან უნდა უწყობდეს ხელს და რატო ვიძახი, იცი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას არც ბევრი ტრენინგი აქვს გავლილი და არც თქვათ ჩემი წიგნი და სხვა წიგნები აქვს ბევრი წაკითხული, მაგრამ ფანტასტიკურად მართლა ყიდის. ბუნებრივად, იმიტომ რომ ტიპაჟი არის ისეთი, იმიტომ რომ უყვარს ადამიანები, ეს ურთიერთობები, დაკვირვება. თუმცა ნუ ეს წიგნები ყველაფერი საჭიროა შემდეგ საფეხურებზე გადახვიდე რა. ამიტომ ალბათ მაინც საინტერესო არის რომ მეორე მხარე გაინტერესებდეს, მოგეთ ადამიანები უნდა გაინტერესებდეს და მოგწონდეს რა. აი თუ ტიპაჟად ესეთი ხარ და ეხა ამათთან რა მალაპარაკებს, შანსი არ არის. ეხა მე რო შევდიოდი თქვა ტრენინგზე და ვფიქრობდი რომ ეხა ამათ რა ასწავლის, ხო? მასწავლე რატო შეგვეზიწყა რაღაც საგნები ბავშვობაშიც, იმიტომ რომ ვიღაც მასწავლებლები ფიქრობენ რომ ეხა ამ შტერ ბავშვებს რა ასწავლის და შემოდიოდნენ და უბრალოდ გვიყვებოდნენ თქვა რაღაცას. აქაც ესე არის რა, მე მაგალითად ესეთი რაღაცას გამომიყენებია, სრული სიგიჟე ჩამიდენია, უბრალოდ ცუდი რა არიცი, რაც უფრო მეტად ადიხარ საფეხურებზე, მით უფრო გეშინია ექსპერიმენტების და მით უფრო ურთხილდები რეპუტაციას. მაგრამ ადრე გამიკეთებია, რომ გაფეილებულ მოლაპარაკებაზე 2 თვის მერე დამირეკავს, მივსულ ვარ და მიკითხავს, რომ სადავწდით, მართლა მითხარი. იმას აღარ დაუბრუნდები, აღარასდროს იმას აღარ შემოგთავაზებ, უბრალოდ მართლა მითხარი სადავწდით. და ამ ადამიანებს ისეთი უკავშირი მოუციათ, რომ ეს იყო წარმოუდგენელი ერთმა მითხრა, მაგალითად რომ შენ ალტერნატიული შემოთავაზებები არ გითხარი და არც კი მოგვისმინე რომ სტაფის დიდი გადინება გვაქვს და არ გვაწყობდა ამხელა ინვესტიცია ისეთ სტაფში, რომელსაც 4 თვეში დავემშვიდობებით, იმიტომ რომ სადაზღვეო სფერო იყო და ხშირად იყო აყვანაც და დამშვიდობებაც რა. და მე მანდ მივხვდი რომ უბრალოდ ჩემი პრეზენტაციით მივედი და არ უსმენდი. იგივე მეორე მხარე, სადაც ვთქვათ HR-ი არ ჩავრთეთ და შესაბამისად მცირე შურისძიებას ჰქონდა ადგილი, თუმცა მე მესმის, ანუ მე HR-ს არ ვეხები, ფანტასტიკური ადამიანია.
იმის კომპეტენცია იყო და იმის ზურგისავლით გავაკეთეთ ჩვენ ჭკუით და ეგ არის რომ მუდმივად ეძებდე რატომს იმ ყველაფრის უკან რაც მოხდა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს აი ამ მუღამს თუ დაიჭერ იმიტომ რომ აი შედეგი როგორი რაღაცა იცი მიშო ეხა ჩამოვედით უზბეკეთიდან და რისი მეშინოდა რა მესამე მიზანი რაც იყო საერთაშორისო ასპარეზზე გავსულიყავი და მეც გამოსულიყავი მეშინოდა რომ აი ჩაიარა და სიცარიელე არ მეგრძნო რა და მივხვდი ერთ საინტერესო ამბავს რომ და რატო ვიყავი ბედნიერი რომ სიცარიელე არ ვიგძენ იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს რაღაცი დასასრული და დასაწყისი იყო ხვდები და ამიტომ თუ ფულია შენი ამომავალი წერტილი და მატერიალიზმი ყოველთვის თორ ფული ძალიან გვიყვარს შანს ვერც ერთი გაყიდვები ვერ მეტყვის რომ არა მორალის გულისთვის ვყიდი გამორიცხული არის ხო რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა წერტილის მერე პირდაპირ ვიტყვი პლუს 1000 მინუს 1000 აღარ აქვს უკვე დიდი მნიშვნელობა რა არის აი ეს რისთვის აკეთებ რა მუღამით აკეთებ რას მოიძიებ რას გაიგებ რას მიხვდები და რას ისწავლი და როგორ გადახვა ეს სიამოვნება შენ თვითონ ნელ-ნელა გადიხარ ამ განვითარების ეტაპებს რა. აი ეს არის უკნიდან დანახული სეილი, რომ შეგიძლია მიხვიდე თუნდაც და პოტენციურ B2B-ში უფრო კითხო თქვათ რა დაგაკელი ახლა პირდაპირ არ კითხავ და ირიბად კითხავ და მართლა გულით კითხავ. პატივისცემასაც გამოიწვევ და მართლა ძალიან ბევრ ამას გაიგებ ელემენტარულად შენ თავზეც რა დააკელი. ცოტა ხნის წინ შენ ახსენე ეგეთი რაღაცა რომ პროდუქტს რო ყიდიო, აი უნდა გიყვარდესო შენი პროდუქტიო და მართლა გინდოდეს სხვისი დახმარებაო. როდესაც უკვე მაგ სტადიაზე ხარ, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ ხედავ შედეგებს. ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის ხოლმე? რის გამოც არ გამოსდით გაყიდვები? იმიტომ რომ შენ თავს, შენ კი გიყვარს ეს შენი პროდუქტი, მაგრამ შეიძლება გიყვარდეს ეს უფრო ენტერპრენერებს ემართებათ ბავშვის ამბავში, რადგან შენი შექმნილია რა. ჯერ ნათქვამი არის რომ შენ თუ შენ პროდუქტს ვერ ხსნი ერთი წინადადებით, ესე იგი შენ თვითონ არ გესმის, ეს ჩემი ნათქვამი არა. თუ არ ვწები აინშტაინმა თქვა, უკვე ნათელია შესაბამისად. მე როგორც კი ავენთები ხოლმე, რამდენიმე ადამიანს ურეკავ და რაღაცას გეტყვი და მითხარი რა. და იქიდან ვაკვირდები რაც უთხარი აენთო თუ არა ნახე მანდ ორი საინტერესოა თუ აენთო მაგრამ შენიშვნები მომცა ეს პროდუქტი ივარგებს თუ არ აენთო მაგრამ მითხრა პრინციპში ოკეია ან მის მივხვდი რომ ერთი არ აენთო ორი არ აენთო სამი არ აენთო ესე იგი სადღაც ვარ გასული საერთოდ რა იმიტომ რომ თუ აენთო მაგრამ შენიშვნები მოგცა ეგ ტოტალი ოკეი არის რა შეუნდა დააკვირდე რამდენად აენთო და არა რამდენად შეგაქო ხშირად ჩვენ კონცენტრირებს რამდენად შეგაქო. შეგაქო რავი შენიანია რა და შეგაქო ეხა გული არ დაგწყვეტა აბა ხო არ გეტყვის რომ ეს რა შტერობა მოგივიდა მაგ თავში. შესაბამისად აი ესეთი ამბავი, ამიტომ ჩვენ ხშირად ჩვენ ხო ისეთ ჩვენ სამყაროში ვართ რა. ჩვენი ის გონია ყველაზე კარგი, ჩვენი მეგობარი არის კარგი მოკეიფე სხვის მეგობარია ლოთი და ესე ჩვენსაც სხვა სახელებს ვარქმევთ, სხვისას სხვა სახელებს ვარქმევთ. რეალურად შეიძლება ჩვენი პროდუქტიც ესე კარგია, მაგრამ ჩვენთვის. სხვაებში მაგას ქვია ფოკუს ჯგუფებს აკეთებენ ხოლმე და მე რა როგორ წაიღებს რა ემოციას გამოიწვევს რა. ალბათ ეგ არის ერთ-ერთი ახლა ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი. და მე ძალიან საინტერესო ნათქვამია, პროდუქტი რომელსაც ყიდი, მაგრამ მისი დრო ჯერ არ დამდგარა, უკვე მაინც არასწორი პროდუქტია. რაც არ უნდა საუკეთესო პროდუქტი იყოს. მაინც არასწორი. შესაბამისი დრო ჭირდება და მზაობა რა. ნახე, ეხლა მე იდეაში ეს ამ პოდკასტებს რო ვაკეთებ, რა იდეაში გაყიდვები ჩემი ერთ-ერთი ნაწილი არის იმ კუთხით, რომ მიწევს სპონსორებთან კომუნიკაციები და რაღაცა. გაყიდვებში ადრე რომ მუშაობდი, თავიდან მახსოვს ყველაზე რთული ჩემთვის იყო პირველი ზარი. აი ძალიან მეშინოდა მაგ პირველი ზარის. მე რაღაცები თითქოს ვისწავლე და თითქოს უკეთესი გავხდი, მაგრამ ეხლა რომ მოიწევს კომპანიის დირექტორებთან დარეკვა რაღაცა, ოპა, ისევ შემეშინდა, ისევ გამიჭირდა. მე მაგდო დავინტერესდა და მოვიძიე რაღაც სტატისტიკები რა. დააკვირდა რომ მარტო მე კი არა, ჯენზი თაობაში და კიდე წინა თაობა იყო მილენიალები თუ არ ვცდები და
59% ამბობდა რომ კომუნიკაცია უცხო ნომერზე სამსახურებრივი ერჩივნათ მეილით ვიდრე ტელეფონზე დარკვით. იქიდან 50% კიდევ აღიარებდა რომ მათთვის არაკომფორტული იყო უცხო ნომერზე დარეკვა რა. მაინტერესებს შენი აზრით რატო ჩდება ეგეთი შიში დავარქვა და არ ვიცი შიში და როგორ უნდა მოვაგვარო ეგ რომ გადავლახო დაურეკო და მომემატოს თავდაჯერებულობან არ ვიცი. როგორ რატო გვემართება ეგეთი რაღაცა და როგორ გადავლახოთ? ხო, თუ მიზეს ეზეფარი მიშო ძალიან ფუნდამენტური მიზეზი და ეს ადამიანის მოკლედ რო გავშიფროთ ეს ყველა ქცევა არის არქაული დროიდან მოყოლებული, როცა ტომება ცხოვრობდით და ნახე ნებისმიერი მოდი ინგლისურად ვიწყი rejection-ი შენთვის იყო მომაკვდინებელი, სადაც 100 კაცი ცხოვრობდით და ან გარეთ დაგტოვებდნენ. აი, ქონია ეგეთი მომენტი, რომ მაგალითად მეგობრებმა მოგტეხეს სადღაც წავიდნენ და ბიჭო, აქ გეტკინა. ანუ ის კი არა რომ გეწყინათ. აი ტკივილი მართლა განიცდი რა ტკივილს და ეს ტკივილი ხარ დააკვირდე. ბიჭო, სხვა მეგობრები წვავს, ანუ ლოგიკურად რომ ვიღაც დაგიждდეს, დაგიმტკიცებს, რომ აი არც არაფერი მოხდა რა ტრაგედია, მაგრამ რეაქცია აქვს მაინც ხელს. ეს არის ჩამახსოვრებული იმისთვის, რომ გადარჩე, იმიტომ რომ ტომურად სხვანაირად უბრალოდ დარეჯექტებული მალე მოკვდებოდი. შესაბამისად, ნებისმიერი რეჯექშენი ტვინს აქვს დამახსოვრებული, რომ ვაიმე, ისე დარჩი, მარტო დარჩი, ახლა მშიერი დარჩები. გახსენდება ყველაფერი უბედურება. გახსენდება მარტო როდის ჩაიჭერი, მარტო როდის და ბავშვობიდან და დადიხარ მე ფსიქოლოგიურ ტრაუმები და ასე შემდეგ. სინამდვილეში მე მიყვარს ყველა ძალიან საყვარელი ფრაზა არის მართლა და 400-ოსგან შედგება ინგლისური არის და next ქვია. ქართულად არის შემდეგი. იმიტომ რომ პირაჩიც იძახიან ხა მარტივად კი უდგები, ეგრე მარტივიც არ არის, მაგრამ შემდეგი და რატომ? იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ იმაზე დარდს გადაყვები. ამიტომ რა ტექნიკით? ჯერ იმ ტექნიკით ალბათ რომ შენ თვითონ სანამ დარეკავ. ესეც ძალიან საინტერესო ამბავი არის რა. ჯერ შენ თვითონ თუ ჯერა ეს ერთი და მეორე კაი ტექნიკას ვასწავლი ხო? აი სანამ შეხვალ მოლაპარაკებას. აიღე ფურცელი, ჩამოუშვი შუაში ხაზი და დაწერე 3 ყველაზე ცუდი შეკითხვა მასალო, რომელიც შეიძლება იმ კაცმა დაგისვას ან იმ ქალბატონმა შენ ამ მოლაპარაკებისას. და თუ წერილობით იქვე პასუხს ვერ გასცემ, ესე იგი შემზად არ ხარ. და თუ შენ პასუხს გასცემ ყველაფერს და თუ გჯერა, ეს ღელვა მაინც არის, მაგრამ ეგ ღელვა შეგიძლია დათარგმნო როგორც რავი, excitement რაღაცა, ახტოვანი, ხო, აი როგორც სცენაზე გადიხარ და როგორ დათარგმნიო, ხა ნერვიულობ თუ აჟიტირებული ხარ. თუ ის მაშინ პოზიტიურად თუ თარგმნი, ოკეი. მაგრამ ნახე ბექგრაუნდში რა გაქვს. ბექგრაუნდში თუ გაქვს ის რომ შენ თვითონ არ გჯერა, აი კი აფინანსებინებ ბიჭო ამ პოდკასტს, მაგრამ არავინ არ გისმენს და ვაიმე რომ გიკითხოს რამდენი კაცი გისმენსო. შენ ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ თქვა ვიღაც ვარ ხო დამწყები. რა ვუთხრა? ეხლა ნახე ტვინი მიდის რომ მაშინ როგორ შეუფუთო რომ შევდენო. უკვე თუ ფუთა უკვე ნერვიულობ, იმიტომ რომ ტყუილით ვიწყებ ურთიერთობას და ეხლა ადამიანი ოსაც ბიზნესები უშენებია და ძალიან საყვარლები ვართ, ანუ ჩვენ რო ველაპარაკებთ და რო ვფიქრობთ, რომ გავძვრებით და მოვატყუებთ, იმიტომ რომ ის ეხა ხო არ გეტყვის, მატყუებ. იმას აქ ჯადოსნური სიტყვა მოვიფიქრებ და დაგიკავშირდებით მაშინ. ხო? შესაბამისად, მაგიტო ანტო ერთი ეს ავარდიშო შეგიძლია გააკეთო, მეორე ძალიან საინტერესოა შუაში სარკეში ეყურო რეკავ. ეხლა ნახე რა, ეს ამერიკული მეთოდია, ჩემი მოგონილი არ არის. call center-ებს აქვთ და ასე შემდეგ რა. სარკეში ყველას გვაქვს ეს ჩვენი ეგო და მოგწონს ჩვენი თავი. ოღონდ ეს სარკე პატარა არ უნდა იყოს. ის რო ჩანს ნიკაპი და ცხვირის ტესტო არა. ანუ დიდი უნდა იყოს, შესაბამისად, შეიძლება საბიფაეშოდან დარეკო ფუნდამენტურად. და შენ თვითონვე როდესაც ლაპარაკობ თუ დააკვირდებ, იღიმი უფრო პოზიტიურად, ხა იმიტომ რომ მოჯღანული სახით რო ლაპარაკობ, არ მოგწონს შენი თავი რა. და ბევრად უფრო პოზიტიურადაც თუნდაც დარეკავ, ბევრად უფრო ხალისით დარეკავ. ანუ შენ თითქოს სხეულის შეგრძნება გიბრუნდება, როცა სარკეში უყურები და ისე რეკავ. და ეგიც შეიძლება ხელშემწყობი იყოს. მაინც მთავარი არის რამდენად გჯერა შენ თვითონ. თუ 100% დარწმუნებული ხარ სარგებელს მოიტანს, ტონი და ტემბრი გეცვლება.
და თუ შენ თვითონ გულის სიღრმეში ხვდები რომ იტყუები შენ შეგიძლია შეფუთო რავი ანტიგაყიდო რაღაცა ტექნიკებით სხეული სიტყვები გაქცემს მაინც ან ვირტუოზი უნდა იყო მაგას მე ვერ ვასწავლე ვიღაცამ შეუძლიათ მაგ და რამე გამოსავალი აი იქიდან აი მე სიტყვაზე მჯერა რომ ძალიან მაგრა დაეხმარება ჩემი პროდუქტი მაგ კომპანიას და აი მინდა რომ აი თავარია ჩემთვის რომ შემხვდეს და აუხსნა მაგრამ აი ტელეფონზე მეუბნება რომ სიტყვაზე არ ვარ დაინტერესებული ან პრეზენტაცია გამომიგზავნე და მე გაგაგებინებ აი რამენერად არა და მართლა მჯერა რომ აი კონკრეტულად მაგაც მაგრა დაეხმარება რამე შემიძლია გავაკეთო ეგეთ დროს ნახე აქ ძალიან საინტერესო იქ მეთოდოლოგიებს და მაშინ ერთ-ერთ მეთოდოლოგიას ვიტყვი რა მანდაც შენ თუ ჯერ ეს ერთი რომ ნაცნობი ჯობია რომ გახვიდე ეგეთ ადამიანზე ეგ ერთი მეორე წეღან ვისაუბრეთ რომ ჯობია პირველ რიგში შენ მეგობრებს შესთავაზე აბა და ისინი თუ იყიდნენ და თუ დააფინანსებდნენ თუნდაც შორეულ ნაცნობს რა იმიტომ რომ ეს შენ გონია შეიძლება რომ ძალიან გამოადგები და ისინი რა ფიდბექს მოგცემენ რა შეკითხვებს დაგისვამენ საერთოდ იქამდე მაინც მიდი რომ შეკითხვები დაგისვან შენ პროდუქტზე ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი კარგით ხა დაუბრუნდეთ ხა ამ ზარს ხო რა გავაკეთოთ ერთ-ერთი ის არის რეალობა ხა ტექნიკას ვერს დავარქმევ რომ მე თუ შენ დამირეკავ მიშო და მეტყვი რომ დავით ნახეთ როგორი მომენტია დღეს 300 პოდკასტი არის YouTube-ში გადის Facebook-ზე გადის და ასე შემდეგ და მე ზუსტად ვიცი რომ ხა თქვენ რო პოდკასტს გეტყვით და გიხსენებთ შეიძლება ერთადერთი რაც გაგახსენეთ რომ აი შემდეგი მირეკავს რა უბრალოდ რა თქმა უნდა მაქვს მინდა რომ ზუსტად 5 წუთით 3 წუთით გავიაროთ ერთადერთი მიზნით რომ თუ მივხვდები რომ მართლა ვერ გამოგადგებით და ვერ დავემთხვევით ერთმანეთს და მეც მაქვს ამ შემთხვევაში თქვენთან კითხვები და პრეზენტაციით არ მოვდივარ მაშინვე დაგემშვიდობებით და გეტყვით რომ პირიქით რაც უფრო რთულ კითხვას დამისვამთ მადლობას გადაგიხდით ამისთვის თუ აი მანდაც მეორე ადამიანზე თუ კონცენტრირდები რა იმიტომ რომ შენ ურეკავ და მე მაქვს ეს მეეს და მე ამას გაიგეთ მე გავიგეთ გავლილი გაცვეთილი მოცვეთილი საუბარია და შენ თუ მე დამირეკავ და მეტყვი რომ დავით მე კი მჯერა მაგრამ მე მაინც სუბიექტური კაცი ვარ იმიტომ რომ ჩემია ეს პროდუქტი და აი იცით რატომ მინდა ვისაუბრო თქვენთან აი თქვენს თუ დაიჯერებთ ესე იგი მართლა ღირს და თუ არ დაიჯერებთ მინიმუმ გაკვეთილს წავიღებ და ეხლა ვიღაც მაინც წიხს კრავს მაგრამ ვიღაცა კარს გაგიღებს კეთილი ადამიანი და გაკვეთილს მაინც გასწავლის და ეგ არის რა და აი ეგ კეთილი ადამიანი კარს რო გამიღებს მაგას თან სწორად როგორ შევხვდე მაგას რომ თავი არ მომეჭრას ნაღდი უნდა აი უკვე რო ფიქრობ რომ თავი არ მოგეჭრას უკვე პრობლემაა უნდა მიხვიდე ნახე მიშო როგორი მომენტია ის ადამიანი ისეთი ხო არ იყო სულ ახსენებს ალბათ გაახსენდებათ საკუთარი თავი თვითონაც 20 წლის რო იყო 21-ის იყო შეიძლება რაღაც თავი დაიჭიროს შენ 20 წლის თვითონ როგორ იყო ან თავი შვილი დაიჭიროს შენ თავში მაგრამ შენ თუ უკვე ნიღბით მიყვალ და მასკით მიყვალ ხო მე იმას არ ვამბობ რომ ეხლა მთლიანად ღია მივიდეთ ისე რომ ეტიკეტი და კულტურა არ დავიცვათ და თქვათ მამას როგორც ესაუბრებს ზუსტად ისე კი არდაც მაკაც უფრო სწორედ ის მაგრამ ღიაობაში გულისხმობ ისევ და ისევ გამაგებინე რა გინდა და მასწავლე რა მეშლება იმიტომ რომ ეგეთ ადამიანებს ძალიან უყვართ რომ გასწავლონ იმიტომ რომ ადამიანი ეგეთია მაინც რაც არ უნდა თქვა მიშო არის გაცემაზე ორიენტირებული რა ვერ დაიგროვებს აი ნახე თუნდაც ახალ წელს როგორ უყვართ ადამიანებს ეს აი თითქოს რავი თანხაც რო გაგიჭდი კი ეხა შეიძლება ბევრი შემეკამათოს მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ადამიანი ეს ინგლისურად ვიტყოდი გივერია რა შეიძლება კეთილიას არ ვიძახიან შეიძლება ვიღაც ისეთი ხელმოჭრა გივერია ანუ არ შეუძლია ადამიანს დაიტიოს ბოლომდე ის ყველაფერი რაც უგროვებია და იმის დროც არ აქვს ხა ტრენინგები რო ატაროს და რაღაც და მაგაში დაიხარჯოს დიდი ტიპია შეიძლება ვიღაც და ძალიან ბევრი მილიონიან ბიზნესებში არის რა მაგრამ 1-10 წუთი შეიძლება დაგითმოს რომ ფანტასტიკური 2-3 რჩევა მოგცეს თუ შენი პროდუქტი არ მოეწონა თუმცა საიდუმლოს გეტყვი თუ რამით მაინც მოეწონა ამის შემდეგ მაინც დაგიბრუნდება ისე დრო შენ რო არ ელოდები იმიტომ რომ ერთადერთი იქნება ის დაამახსოვრა თავი ნაღდობით და გამაგებინე
რა მეშლება და შენ რა გინდათი. მაგ შეხვედრაზე რა, აი storytelling-ს რო შევეხოთ, როგორ უნდა მოუყვე ჩემს თავზე, როგორ წარვადგინო ჩემ პროდუქტი, როგორ გავაცნო, რამე სტრუქტურა არის? იცი storytelling-ს თავისი სტრუქტურა აქვს, რა თქმა უნდა და ის ცალკე მოკლედ 4 ნაბიჯისგან შედგება. მაგრამ აქ რო ხა ტრენინგი არ გამომივიდეს, ალბათ უნდა დაიწყო ამ შემთხვევაში შენ რა მოგიყვანა იქამდე. ანუ იმ ადამიანამდე. შენ რისიგჯერა მაგალითად მე თუ მოვედი და თავით რა არის გზაში, აი მაგალითად მე შემიძლია სხვა შორის ხა თქვენ რო ხვდებოდით გზაში ვფიქრობდი და ცოტა ნერვიულობდი და თან ამ ადამიანს დრო არ დავახარჯინო. უბრალოდ ის რატომ მოვედი, აი 4 წლის წინ როცა მქონდა ეგეთი სიტუაცია, ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელსაც პოდკასტი არ ქვია და მე ესეთი რაღაცა მოხდა. და ესეთი შედეგი მივიღეთ და კითხვა დამისვეს რატომ უფრო მეტი არა. და მე მეორემ და მესამემ რომ კითხა უკვე მეც დაუსვიე კითხვა ჩემ თავს და ეხლა ვეძებ ამ კითხვაზე პასუხს. სტორი შეიქმნა. დაიდო რაღაც და ოღონდ ეს გულწრფელი ხა რაღაცებს რო ვიძახი ვიღაცებმა თუ დააკოპირეს და ტექნიკებად გადაიტანეს და რაღაც მაიმუნობები დავარქვით ამ ყველაფერს და ანუ ამ ყველაფრის უკან არის სინაღდე. ხა ვიღაც შეიძლება მომედაოს რომ აი მე დავით გამოხვედი ესე იგი ანგელოზი, რომელსაც არა რა თქმა უნდა, მაგრამ ნაღდობის ეს აუცილებლად უნდა იყოს ამ ყველაფრის უკან. რაღაც მართლა ფუნდამენტი. ბოდი ბიჭო, ფული ხო არ ვიშავთ, მოკლედ არ გამოდის ეგრე რა. შიგნით უნდა გჯეროდეს მართლა რაღაცის. და აი თან ეხა ფული ახსენე და შეხვედრაზე როდის უნდა ვილაპარაკო ფასზე? კარგი დრო რამე არსებობს მაგისთვის და თუ მითხეს ზურია რა უქნა? იცი რა, თუ უკვე პირველი შეხვედრაზე ფასზე ნახე, შენ თუ მისვამ ამოცანას რომ დამწყები ან ესეთი ტიპი მიდის, იქ უკვე პირველი შეხვედრაზე ფასზე მხოლოდ საუბარი, ცოტა ისეთი მომენტი არის რა, შეიძლება მოგვიანებით დაუბრუნდე, უკვე ესე გასაყიდად მისულ ხარ რა. შეიძლება ვთქვა, ვიცი რა, ესეთ რეინჯში ვაკეთებ, მაგრამ მოდით რამე თქვენგან იმდენს ვისწავლი, რომ მოდი ვიფიქრებთ ამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით, თუნდაც 2 დღეში ერთხელ ვეკეტყვით, უბრალოდ მაფიქრეთ. და რომ მეც ბევრ სარგებელს ვხედავ თქვენთან ურთიერთობაში რა. ამიტომ გააჩნია აი როგორ მიუდგები და არ გვიყვარს მიშო ავანსად გაცემა, ან უფასოდ კეთება კი არა რაღაცეების. ავანსად გაცემა. ჩვენ გვინდა რომ ჯერ მივიღოთ იმ კარგმა ტიპმა, ჩვენ გაგვიკეთოს, მე ჩვენ პროექტში ფული გადაუხადოთ და მე პირიქით, ასე ვთქვათ, ხო რა. ბიჭო, და პირიქით რო იყოს, რომ მიხვიდე და უთხრა რომ აი ერთ საცდელს გაგიკეთებთ. ოღონ იმიტომ არა რომ აი მოდი ერთად შევხედოთ, თლათ უფასოდ, აი რაღაცის სანაცვლოდ მაინც. და რომ უფასო სრულიად უფასო არ ვარ არაფერი. ფასი, იმიტომ რომ მეორე ადამიანის კონტრიბუცია თუ არის 0, მაშინ საინტერესო არ არის. 0 არ უნდა იყოს მეორე ადამიანის კონტრიბუცია. ჩემს ლექტორს აქვს ეგ ფრაზა რომ მე ვაქ ლექციას კი გიკითხავთ, მაგრამ მე რომ 10 ჩავდო და თქვენ რომ 0 ჩადოთ ამ იმაშიო სწავლაშიო, მაშინ მათი ნამრავლი 0 გამოვა და შედეგს 0-ს წაიღებთ აქედან. ამიტომ მინიმუმ 1 რაღაც მაინც უნდა გააკეთოთ, რომ აქედან რო გახვალთ 10-ზე მეტი რაღაც წაიღოთ. რა თქმა უნდა, ჭკვიანი კაცი ყოფილა. შენი ლექტორი. ისე აი ეს პროექტი რო წამოვიწყე, წარმატების ფორმულა რა. იდეაში ძალიან მინდოდა გამეცნო ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი და გამეგო რა ერთიანებთ, რა საკეთებენ, როგორ აკეთებენ, რომ მეც ერთ დღეს მიმეღწია წარმატებისთვის და პირველი სტუმარი მყავდა ნინო ოხანაშვილი. იცი ეგ ამბავი შენ და მოკლედ მაგასთან ჩამოვარდა საუბარი და თითქმის ყველა ეპიზოდში მოკლედ საუბრობდით მაგაზე და პოდკასტ გარეთ ბევრი ახსენებდა სიტყვა networking-ს რა, ხალხის გაცნობა, ისე კავშირები და ასე შემდეგ. და ნინო ოხანაშვილს ზუსტად ეგ ვკითხე, რომ სად ვიპოვოთ ეს სანეტვორკინგო ხალხით ხო? და მირჩია რაღაც სხვადასხვა ღონისძიებებზე, სიარული ტრენინგებზე, ასოციაციებში გაწევრიანება და ასე შემდეგ და გავითვალისწინე ეგ რჩევა და დავიწყე სიარული. აი მეგობრებთან ერთად სადაც მივდიოდი, რამე ტრენინგი იქნებოდა, ღონისძიება იქნებოდა, იქ უფრო მარტივი იყო ხალხის გაცნობა, იმიტომ რომ ის შემეგობრა ვიღაცას იცნობდა, ის გამაცნობდა და რა თქმა უნდა. მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე რომ მოდი მარტო წავალთ ხო რა?
ერთი ბიზნეს ღონისძიება იყო და მან დრო წავედი, მარტო ვიყავი, დაუდიო რაღაც იქნება ვინმე გავიცნო თქო და ოპა, თითქოს ნიჭიერში გავედი, ხო, რაღაცა იმ ხელა დარბაზში რის უნდა შემეშინდეს თქო, ერთი ადამიანი უნდა გავიცნო თქო და რო დავინახე ის მაგარი ბიზნესმენები, ვის გაცნობაც მინდოდა უამრავი მიზეზი მოусმინე საკუთარ თავთან, რატო არ უნდა მივსულიყავ იმ მომენტში და შემეშინდა გავქრი, არ ვიცი რა დამემართა. ვერ მივედი მაგ ადამიანებთან რა. მაინტერესებს რატომ მემართება ეგეთი რაღაცა და როგორ გადავლახო რომ შევძლო ერთ დღეს მივიდო და გავიცნო. მე არ მინდა ფილოსოფიაში წავიდე. მე და ანდრო ხო მეგობრობთ და ინფლუენსი დიდი აქვს ჩემზე ანდროს და არ მინდა ეხლა მაგრამ ესეთ ამბავს ვიტყოდი რა ცოტა უცნაურად ალბათ იმიტომ რომ რაღაცა უკვე გინდა იმათგან ნახე როდესაც შენ მიდიხარ იმისთვის რომ უბრალოდ ამ ადამიანს პატივისცემა გამოხატო ხელი ჩამოართვა და მიზანი არის რომ ელემენტარულად სახეზე მაინც დაგიმახსოვროს გინდოდეს არა უბრალოდ ეგ არის ოკეი მაგრამ შენ თუ უკვე გათვლა გაქვს რომ გაიცნო იმიტომ რომ ინეტვორკო ეგ უკვე პრობლემა არის და შენი ყველაზე ძვირფასი ნეტვორკი იქნება მიშო როდესაც შენ საქმიანად ვიღაცებს დაეხმარები და აი ამ კარგ ხალხსაც და ეგენი გაგიწევენ რეფერალს იმიტომ რომ ეგრე შეიძლება 20 წლის 18 წლის ბიჭი გვისმენდეს ახლა და იფიქროს რომ ვაუ ნეტვორკინგი რამ არის გარიხილია ახლა მე ვივლი ივენთებზე ვიღაცებს მივესალმები ცოტაჩო ვერ ჩაუძმაგაცდები იმიტომ რომ ის თუ ა პლანეტაზე ცხოვრობს და შენ მე ახლა ცოტა ისეთ თემა მაქვს ტრენინგებში მაქვს ხმამაღლა ვერ ვიძახი იმიტომ რომ მეშინია ვიღაცამ ან არ გამლახოს ან დისკრიმინაციას არ ჩამითვალოს მართლა მეშინია ოღონდ მაგრამ თან ჩემი ფიქრებია და ახლა რა ვიცი რომ სხვადასხვა ლიგები არსებობს ხო მათ შორის საქართველოში იქ პირველი ლიგა ძალიან ცნობილი ბიზნესმენები მეორე ლიგა თქვა ბანკირები ჰედები დეპარტამენტ მესამე ლიგა თქვა საშუალო კომპანიის დამფუძნებელი მეოთხე ლიგა შენ თუ ხარ სიტყვაზე ვიძახი მე-6 ლიგაში ან მე-8 ლიგაში და პირველ ლიგელს ბჭყალებში ეჩალიჩები ამ შემთხვევაში შენ უბრალოდ მავერა გაქვს ვერა ეგრე ვიყავი 2014-ში მიშო ზუსტად იგივე იმითი რომ 27 წვა ამერიკაში გავიცნო სასწაულ სიმპოზიუმებზე ვიყავი ზოგი Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი გავიცანისგან and what და მე რა ანუ რაღაც მიმეწერა რომ როგორ ხარ ანუ რაღაცით ხო უნდა იკვეთებოდე მე ამ ადამიანებთან ხო რაღაცაში ხო უნდა გამოგადგეს გამოადგე და ანუ საქმის ერთადერთი შეიძლება კარგი იყოს awareness-ის ამბავში რომ სახეზე შეიძლება დაგიმახსოვროს და მისი მოადგილე რო შევა რომ აი ამ კაცთან ერთად პოდკასტს ვაკეთებ ვინ კაცი ერთმა ეს კი მეცნობა ხელი ერთი კი თვითონ თამამი ბიჭია ხელი ჩამოურთმევია მან შეიძლება წაგადგეს მაგრამ ხა მაგ ადამიანთან რომ მიხვალ და ხომ არ შევხვედროდით ბატონო თემურ ეტყვიეჭყონიას ვაიმე რიგი უდგას შენაირების კი არა ისეთების კიდე ამ თქვა სხვებსაც არ დავასახელებ მიუხედავად იმისა რომ ძალიან გახსნილი ადამიანია ზუსტად ვიცი და ახალგაზრდებისადმის და ასე შემდეგ მაგრამ ესე გაგიცნოს მაგრამ მე ანუ შენი მიზანი არის ხელი ჩამოართვა ისე უბრალოდ ხელი მაშინ გამოგივა მაშინ იმიტომ გამოგივა რომ იმის მეტი თუ აღარაფერი გინდა ისე კარგად ჩამოართმევ ხელს და ისე გულღიად შეგხვდება it's okay ყველაფერი ჩაივლის კარგად ანუ მინდა არის ხოლმე ყველაზე დიდი პრობლემა ამ ნეტვორკინგშიც რომ მე ამას გავიცნობ მე იმას ვეტყვი მე ტექსტებს ალაგებ მე ის რაღაცას მაგ ფიქრებით მიდიხარ სანამ მაგ ფიქრებს დაალაგებ უკვე 1-2 სცენარი მოხდა შენ თავში წავიდა ის კაცი სახში ხო ისე ამ ნეტვორკინგის მიმართულებით ერთ საინტერესო რაღაცას დავაკვირდი საკუთარ თავთან რა მე ვარ ისეთი ადამიანი რომ აი შემიძლია გავიცნო ხო ვიღაცები გავიცანი მეგობრიდან რაღაცა და რაღაც მომენტში აი რომ თხოვს რაღაცას დახმარება დავეხმარები ყველანაირად მაქსიმუმს გავაკეთებ რომ კარგად დავეხმარო მაგრამ როდესაც მე შეიძლება დამჭირდეს დახმარება, ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ მოდი მე თვითონ გავაკეთებ ამას, მოდი არ შევაწუხებ და ვერ მივდივარ სათხოვნელად. თითქოს ალბათ შორიდან რომ შეხედო თითქოს კარგი საქციელია, მაგრამ მეორეს მხრიდან ხვდები, რომ არც ისე ჭკვიანური.
ანუ რატო ვერთხო ვერ მიხვდი? ხვდები რომ თითქოს არ შევაწუხო, არ დავტვირთო, იქნება მე თვითონაც გავაკეთო და როდესაც ხვდები რომ იმან შეიძლება ერთი დატკაცნებით შეიძლება რაღაცა დამეხმაროს, ან რაღაც სწორი გზა მირჩიოს, ან რაღაცნაირად დამეხმაროს, მაინც ვამჯობინებ რომ არა, მოდი არ შევაწუხებ, მე თვითონ მივხედავ. შენი აზრით რატომ ჩდება ეგეთი მომენტი, აი წეგან გივერი ახსენე რა და თითქოს აი ჩემი თავი მან დავიჭირო რომ გივერი ხო არ ვარ თქო რა და როგორ შემიძლია გამოვასწორო მაშინ ეგ თითქოს აღვიქომ რომ ეგ თითქოს პრობლემა არის თქო. Give and take com ესე გადამულად იწერება და რამდენი პროცენტი ხარ გივერი ტეიქერი მეჩერი სხვა შორის კაი ტესტია თუ გულწრფელად შეავსებ დაგიწარს. არ არსებობს 100%-ით გივერი ან წამგლეჯი ან გამცემი რა. მიშო არ ვიცი შეიძლება ისევ და ისევ უარის თქმის გეშინია იმათგან ან ფეილის გეშინია ეხა მე ჭეშმარიტების ასე ვთქვათ იმათ შეიძლება ვერ გამოვდგე რა თუმცა მე პირიქით მაქვს რომ ყველაფერს მცირედ თხოვ რატო იმიტომ რომ მეც ვსად ვარ რომ ნებისმიერ დროს დავეხმარო რა და თუ თან ამ თხოვნით მე მაგათ ჩემ კი არა სხვის ველი უსქმნევ დიდი სიამოვნებით მაშინ მაგის პრობლემა წესით არ უნდა იყოს მე პირიქით კიდევ უკეთეს გეტყვი რომ პირიქით ეგ აქტიურად უნდა გამოიყენო იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ ადამიანები ყავს გადანახული შავი დღეებისთვის რა აი იმის მე თუ გამიჭირდა აი იმას რა იცი და მოდი მცირედ ხოვე რაღაცა ისეთი რომ თხოვეც ცოტა ისეთი არის რა 2 წუთი იქნება იმასაც არ გამოგიყოფს ჯერ და რატო გაქვს იმედი ამიტომ პირიქით მუდმივად შენი ნეტვორკის ტესტინგში უნდა იყო რომ გაიგო სათხარ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და შენ თუ პირიქით ჩირკში ჩაждები თან მაგას ისეთი ეფექტი აქვს ხო იცი ვინც ზრუნავს იმას უფრო უყვარდები ასე რომ ისე ნენო ბოლოსკენ გავდივართ და მაინტერესებს რამე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი ხო არ გამოვტოვეთ გაყიდვებზე რაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა აუდიტორიამ გაიგოს ხო ეს ცალსახად ვერ ვიტყვი იმიტომ რომ გაყიდვებს რა მოწურავს ერთი პოდკასტი კი არა რა ვიცი მილიონი წიგნი რომ დაიწეროს თუმცა ალბათ არის ის რომ მუდმივად გაყიდვები ვისწავლე არ არსებობს რა სათაშორის ის ძალიან კარგი სწავიკითხე პავაროტის ის იყო რა ტექსტი რომ ჯილი იყო ძალიან გამოჩენილი შეიძლება საზოგადო წრეებში არ არის მაგრამ ძალიან გამოჩენილი მომღერალი იყო სასწაული 40-იან 50-იან წლებში და პავაროტის მამა ყოფილა ძალიან ესეთი ოპერის მოყვარული კაცი. თვითონაც ცადა ეს მომღერლობა არ გამოვიდა და მოკლედ შვილში და ეს პავაროტი ბავშვობიდან ცდილობდა რომ მომღერალი გამოსულ ძალიან უნდა და კაი ხმა ჰქონდა თან, კარგი ხმა ჰქონდა და სადაც 10 წლის ასაკში ეს ჯილი ღმერთი იყო, ჯილი მაშინდელი პავაროტი იყო. შეხვდა კიბეებზე პავაროტი ჯილის. და ერთი კითხვა დაუსვია ხაც მახსოვს რომ და როდის ისწავლეთ სიმღერაო და ეს ჯილი იყო 65 წლისო. და პასუხი იყო რომ აიხლა მე მგონი 2 საათის წინ. იმიტომ რომ ეს დაუსრულებელი ანუ მესიჯი და ეს მახსოვსო დღემდეო პავაროტი მე თავის ინტერვიუში იძახის რომ ესე იგი ბავშვი ხო ისრუტავს ამ ყველაფერს და რომ ეს არის ინგლისურად never ending process ხო არასდროს დასრულებადი პროცესი და მუდმივად ეს მარტო წიგნის კითხვა არ არის. წიგნის კითხვა თვითანალიზის, ხვების მოსმენა, ფსიქოლოგიის კითხვა, მათემატიკა, ყველაფერი ესე კომპლექსურად და რო არ ჩაიკეტო ერთ ბაბლში, ერთ წრეში. ძალიან მარტივია საქართველოში რო ჩაიკეტო ერთ ბაბლში, ერთ წრეში და თავი გეგონოს პელე. და ამ დროს მოგაკითხონ მერე და გითხრა რომ ცხოვრებას გულისხმობდა რომ პელე არ ხარ და ბევრი მინახავს ასული მერე ჩამოვარნელი რა. ამიტომ ალბათ მუდმივი განვითარება სხვადასხვა წყაროებით და არა შეგრძნება რომ მე მგონი გაყიდვები ვისწავლე. ალბათ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. გარდა იმ ადამიანების სიყვარულისა რაც საჭირო. გასაგებია. კარგი და ბოლოს ერთ კითხვას დაგისმევ ახლა. ვიცი რომ წიგნების კითხვა ძალიან გიყვარს და მინდა შენგან მოვისმინო შენ რა სამ წიგნს მირჩევდი თვით განვითარებისთვის?
იცი რა, ბოლო დროს ვარ ძალიან ესე შემჯდარი, თუ ესე შეიძლება ითქვას, ძალიან მიყვარს რობერტ გრინი. ხო აქვს ეს 48 წესი ძალაუფლების და კიდე აქვს ფანტასტიკური წესი, ეს წიგნი The Law of Human Behavior. ადამიანში შიგნით იჩქნება ბოლომდე სულიერ, გამოგზაურებს შენივე თავში, შენივე სინდის ნამუსში და შენივე ადამიანობაში და დაგანახებს გვერდიდან რა. ეგ არის ფანტასტიკური წიგნი მგონია, ესე იგი რომ აენთები და აი ბედნიერი იქნები მართლა და ძალიან კარგი წიგნია. გაყიდვებში აი სუფთა ტექნიკურად რაც ძალიან შევაქებდი, ჯებლანტია სხვა შორის ბევრს არ გაუგია, შეიძლება, იმიტომ რომ თვითონაც ახალგაზრდა 40-45 წლის ტიპია, ფანტასტიკური წიგნები აქვს, სხვათა შორის EQ Sales და ასე შემდეგ სხვადასხვა, ახლა მორალურად ამოგაყირავს, დაგალაგებს და სტრუქტურას მოგცემს და ასე შემდეგ რა. ეგ არის ალბათ მეორე წიგნი და ადრე რაც თქვათ წამიკითხავს და ესე შთაბეჭდილება მოუხდენია, მაგალითად ძალიან მიყვარს ასევე Oren Claffey, Pitch Anything და Flip the Script არის ძალიან ფანტასტიკური წიგნები pitching-ზე, გამოსვლაზე, ნერვიულობაზე, დიდ ბიჭებთან შეხვედრისას და როგორ დაძლევს ყველაფერი და ნერვიულობა როგორ გადაიტანო ენერგიაში. აი ეგ სამი ეხლა უცებ რაც გამახსენეთ, რომ ჩამეხედა ეხა შპარგალკაში ანუ ჩემ Audible-ში. ბევრად მეც გეტყოდი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა დავით. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ამ ეპიზოდს. აუცილებლად მოიწონეთ არხი, გამოიწერეთ არხი და მოკლედ გვირდებით რომ კიდევ უფრო მოკლედ უფრო კარგად საყურებელი პოდკასტები გახდება მონტაჟის კუთხით და სხვადასხვა კუთხით, რომ მოკლედ ვცდილობ რომ ეს პოდკასტები იყოს ყველაზე პროდუქტიული, რომ აი რო ჩართავ რაღაც თემაზე, მინდა რომ როგორც მე ვიღებ სარგებელს, ასევე თქვენც მიიღოთ ეგეთი სარგებელი. აბადროებით.